რა საჭიროებს თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მეტ ყურადღებას? საით უნდა იყოთ ფრთხილად და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? კონცენტრირდით და იფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე. ნახოთ აბა რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? საინტერესოა. მთლიანად წარსული სიტუაციები ამოკვდით აქ ყურადღება მისაქცევს სიტუაციაში და სფეროში. აი მთლიანად რაღაცა სიტუაცია არის, სადაც გასაშვები გაქვს წარსული. თითქოს ბოლო ძაფებია და რაღაცა ბოლო ძაფს რო ვღაუჭებით, ბოლო წერტილებს რო ვღაუჭებით, უნდა გათავისუფლდეთ ამ წარსულისგან. სადაც ვიწრო, იქ გაწყდეს. სადაც ჩასაჭრელია, იქ ჩაჭერით აქ ურთიერთობა, სიტუაცია. არ აქვს მნიშვნელობა პირადი ურთიერთობა, სამსახურებრივი სიტუაცია, ნებისმიერი სიტუაცია, სადაც ძველი ძაფები კიდევ სადღაც არის შემორჩენილი და ფიქრობთ, რომ აქ თქვენ ხელს გიშლით ეს ყველაფერი მომავალში და აწყოშიც თუნდაც უნდა გაუშვათ თქვენ ცხოვრებას, უნდა გათავისუფლდეთ ყველაფერი ძველისგან. აქ საჭიროა, არ შეიძლება კონკურენტულ გარემოში ხართ, ან სიტუაცია, სადაც იმყოფებით დაძაბულია, მარტონი არა ხართ ვიღაცასთან, თქვენი დამტკიცება, კამათები, კონფლიქტები, სიმართლის დამტკიცება ჩანს, ვინ მართალია, ვინ მტყუანია. აი ამ ძველი, აი ამ არეულობისგან, აი ამ კრიზისებისგან, ემოციური კრიზისები გინდა თუ მენტალური თუ შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებებიც კი იყოს, ზოგადად კონფლიქტებისგან და გათავისუფლდეთო. დროა მსხვერპლის როლიდან გამოხვიდეთ, დროა თავი არ იგრძნოთ დაზარალებულად, დროა მართვის სადავები თქვენ ხელში აიღოთ. მე ასე ვხედავ აქ სიტუაციას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და ყურადღება მისაქცევია ის, რომ ის ყველაფერი, სადაც უკვე ბუნებრივად დასრულებულია და ბუნებრივად განვითარებისკენ დასრულებისკენ ნუღა შეაფერხებთ, ნუღა წაეჭიდავებით, მიყევით დინებას, გასაშვები გაუშვით. წარსულისგან დროა გამოხვიდეთ მსხვერპლის პოზიციიდან, დაზარალების პოზიციიდან და დაიწყოთ აქ თქვენი ცხოვრების შემოქმედები გახდეთ თქვენ თვითონ. ძალაუფლება, გავლენა მოიპოვა თქვენ ცხოვრებაზე, თქვა პასუხისმგებლობა კი არა, მე ხელმეწიფება და შემიძლია ჩემ ცხოვრება შევცვალო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი გაიაზროთ და წავხვიდეთ ამ კუთხით და ამ მიმართულებით, იმიტომ რომ აქ თითქოს და წარსულის წყენებში, წარსულის ტკივილებში, წარსულის დრამებში ხართ ჩარჩენილები. შეიძლება აწყოშიც ხდება ეს სიტუაცია და დროა გათავისუფლდეთ ის, სადაც ბედნიერება არ არის და იქ, სადაც ვიცით, რომ კარგი არაფერი არ გელოდებათ, შეცვალეთ რაკურსი. ან მიდგომები უნდა შეცვალოთ, ან თქვენი თავი უნდა შეცვალოთ, ან ურთიერთობა უნდა შეცვალოთ, ან სამსახური უნდა შეცვალოთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საკუთარი თავით იწყება ყველა სახის ცვლილება. გარესამყარო თუ გინდათ შეიცვალოთ, ჯერ თქვენი თავები შეცვალეთ, ამაზე იმუშავეთ, რა არის გამოსასწორებელი, ისეთი, რასაც წარსულით შეცდომას უშვებდით და კვლავ აგრძელებთ ამ შეცდომების დაშვებას. დროა ამაზე იზრუნოთ, დროა ამაზე იფიქროთ და დროა ეს ყველაფერი შეცვალოთ თქვენს თავში. ბედნიერებას გისურვებთ.